გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იმ მეტად მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც თემების ირგვლივაც ჩვენ საუბრობთ თუნდაც 1 წლის უკან. და შესაბამისად ამ ჩვენი საუბრებიდან, ჩვენი ანალიზიდან გამომდინარე, სწორედ მივედით იქ და მივიდა იქ ის პოლიტიკური ლიდერები, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობდით. ესე იგი, სასწაული რაღაცები ხდება, მეგობრებო, ევროკავშირში და საერთოდ აი ამ ლიბერასტულ პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებაში. ნუ მოკლედ დღეს ჩვენ ამ საკითხებს შევეხებით. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლიტოლოგი ბატონი ჯუმბერ თავართქილაძე. ბატონი ჯუმბერი ჩვენი ხშირი სტუმარია, მაგრამ ბატონმა ჯუმბერიმ მიტომ მოვიწვია დღეს მე სპეციალურად აქ გადაცემაში, რადგან ამ ადამიანმა აი სწორედ აი აქ აი ამ სტუდიაში 2025 წლის ოქტომბერში თქვა ის, რაც დღეს ხდება და რაც დღეს მიმდინარეობს სწორედ აი ამ ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. ამ ადამიანმა პირდაპირ თქვა, რომ მოვა დრო, რომ ეს ევროკავშირის ლიდერები დადგებიან რიგში და მუხში ჩავარდებიან პუტინს. და სწორედ დღეს ეს ხდება დღეს ევროკავშირის ლიდერების მხრიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მიმართებაში. და მათმა უკვე ღიად დაინახეს, რომ სხვა გამოსავალი არა აქვთ და ჯობდა რომ ადრე გადაედგათ ეს ნაბიჯები, რა ნაბიჯებს ეხადღამენ, რადგან შესაძლებელი იყო ამ ომის თავიდან აცილება, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ბატონო ჯუმბერი, მართლაც აი ძალიან ისეთი მაშინდელი განცხადებას მინდა შევეხო თქვენსაც რა. ეს იყო რაღაცა გათვლები, ეს იყო ანალიზი, ეს იყო პოლიტიკური გამჭრიახობა და ეს იყო ის მოქმედება და ის ინფორმაცია, რომელიც დღეს ხდება და საიდან თქვენს ყველაფერი და როგორ და შესაძლებელია თუ არა დაუშვათ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ ევროკავშირის ლიდერები რუსეთთან მიმართებაში. ბატონო ტრისტარ მოგესალმები, მივესალმებ ჩვენს ტელემაყურებლებს. დიახ, მე ეს განცხადება ჯერ კიდე 24-ში გავაკეთებ და მე 25-ში 25-ია ჩვენ სტუდიაში შეფასებებ დიახ ამ სტუდიაში. არა, ეს არც ექსტრასენსული ის არის და არა, ექსტრასენსული არა, მე უბრალოდ თქვენ პოლიტიკური გამოცდილება. დიახ. პოლიტიკურმა გამოცდილებამ იცი რა არის, პოლიტიკოს ღამე უნდა ფიქრობდეს ყოველთვის და ანალიზს უნდა აუკეთებდეს, თუ შენ პოლიტიკაში ხარ, რაღაცა კუთხით, არ აქვს მაგას მნიშვნელობა, მოქმედი პოლიტიკოსი ხარ, პროსტა ყოფილი პოლიტიკოსი არ არსებობს, როგორც ყოფილი კგბ-შნიკი არ არსებობს, ხო? პოლიტიკოსი თუ იყავ ერთხელ ცხოვრებაში, შენ ის ინტერესი ყოველთვის გააქვს, შეიძლება არ იყო მოქმედი, მაგრამ შენ პოლიტიკურ ვითარებას ყოველთვის აანალიზებს შენთვის და ჩემს საბედნიეროდ თქვენ და კიდე ერთ ტელევიზიის მეშვეობით მე მაქვს საშუალება, რომ ეს შენ პოლიტიკური ანალიზი გადავსცე საზოგადოებას, რასაც მე ვფიქრობ და როგორც მე მიმოესა წარმომიდგენა ეს მოხდებოდა და მართლაც ასე ხდებოდა. რატო? ერთი ლოგიკური თვალსაზრისით, რომ სოფლიო რუსეთის გარშე შეუძლებელია იყოს. სოფლიო თუნდაც ყველაზე დასწლაბებული რუსეთი იყოს, მანამ სანამ მას ატომური შეიარაღება აქვს, ეს არის იმის გარშე სოფლიო შეუძლებელი. რომელიც ორმა დიდმა ქართველმა შეუქმნა. რა თქმა უნდა. მაგრამ აქ სხვა რაღაცაც არის მნიშვნელოვანი რამ, ის რომ ევრაზიის კონტინენტზე ევროკავშირი იქნება თუ დასავლეთ ევროპა იქნება, აღმოსავლეთ ევროპა იქნება, რუსეთის ეკონომიკისა და რუსეთის ნავთობისა და გაზის გარეშე მათი მომავალი არ არის, საერთოდ არ არსებობს. აი ეხლა წარმოგიდგენთ, აი ჯერერთი რაოდენ ცუდი გაზი და საწვავი აქვს ამერიკას, ხო? ანუ არ შესაძლებელია რუსეთის გადამამუშავების პრობლემა ჰქონდეს, და რუსეთის ნავთობი ყველაზე კარგი და გაზიც. ნუ გადამამუშავების პრობლემა აქვს მართალია, მაგრამ უნდა დახვეწონ, მაგრამ არ იხვეწება რატომღაც არ ვიცი, მაგრამ ის რომ ევროპიდან მომარაგდება, ამერიკიდან მომარაგდებოდა ევროპა, ეს ისულელი იყო. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს იყო აბსურდი, ამას ბევრი გათვლა არ ჭირდებოდა და მეორეც, როგორც კი დაიწყეს სანქციებზე საუბარი,
მე იმ წუთშივე მივხვდი რომ ამ საქციებით რუსეთი კი არ შესუსტდებოდა, არამედ გაძლიერდებოდა და ამდენადაც გაძლიერდა უკვე საკუთარი სოფლის მეურნეობა შიდა რესურსი რა თქმა უნდა იცი რა ევროპამ და ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ როგორც ჩანს ვერ შეისწავლა კარგად რუსი ხალხის მენტალიტეტი რას ნიშნავს რას გულისხმობს რუსი ხალხის მენტალიტეტი რუს საზოგადოებას შენ რო უთხრა შენ ხარ სოფლიო დერჟავის ანუ სოფლიო უძლიერეს ქვეყნის შვილი ის გაჭირვებასაც გაიტანს უწყლობასაც გაიტანს შიმშილსაც აიტანს იმიტომ რომ ეს გენით მოძდით ეს რომ მას ჟანგულურად ვიტყვი რუსულად ვიტყვი დერჟავის შვილი რო უწოდო ხო აქედან გამომდინარე ეგრევე მივხვდი და მართლაც პუტინის პოლიტიკამ შიგნით საზოგადოებრივის ორგანიზებულმა მხარდაჭერა პუტინის მიმართ თავიანთი პროდუქციის შექმნა დაიწყეს უკვე და აღარ არიან სოფლის მეურნეობის კუთხით თურქეთზე დამოკიდებული, კათამზე მაგალითად ამერიკაზე იმას უკვე აღარ არიან. წამოიქაჩნენ ეს ფერმერები, წამოიძახ ყველა და რესურსით წავიდა სახელმწიფო რესურსით და ფულად დახმარება ეგეთ ყველანი ხელშეწყობა რომ სოფლის გაერთიანდა. ერს გულისხმობ იქ ძალიან მრავალფეროვანი ეროვნების საზოგადოება ცხოვრობს მართალია, მაგრამ მე გულისხმობ ის ხალხს, თლიანი ცხოვრების საზოგადოება გაერთიანდა. რამაც შექმნა უკვე მართლაც დღეს რუსეთი არის დამოუკიდებელი. დღემდე რუსეთი არ იყო დამოუკიდებელი, რუსეთი იყო დამოუკიდებული ევროკავშირზე, იყო დამოუკიდებული ამერიკაზე და ასე შემდეგ. მაგრამ აი იმდენად დებილური ქსვლები გააკეთა ევროკავშირმა და იმდენად დებილური ნაბიჯები გადადგა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომ რუსეთი კი არ შეასუსტეს, არამედ გააძლიერეს. გააძლიერეს და რუსეთი გახადეს დამოუკიდებელი ქვეყანა. ამას ან ძალიან მაგარი დებილები გააკეთებდნენ და ისინიც დებილები არიან. ახლა იცი რა, შაკ შირაკის შემდგომ, დეგოლის შემდეგ რომ დღევანდელი პრეზიდენტი იქნება, იმაში რა ქვია, საფრანგეთში და ჩერჩილის და რუზველტის შემდეგ რომ ასეთი რაღაცა გაურკვეველი წარმოშობის ადამიანები წარმართავენ პოლიტიკას გერმანიაში, გერმანიის პოლიტიკა წავიდა ევროკავშირის პოლიტიკა დაიწვა, როგორც მერკელი გადადგა. მერკელი იჭერდა ევროკავშირის პოლიტიკას. მერკელი იყო წამყვანი ძალა, როგორც მერკელი წავიდა, მაშინ თქვი ჩემთვის, რომ всё ევროკავშირი განადგურდება მეთქე სიტყვა დამისრულდა ეს არის მას საბჭოთა სკოლა გავლილი საბჭოთა გდრ-დან არის წარმოშობილი და საბჭოთა სკოლა ხო საბჭოთა სკოლასაც გავლილი მშობლები კომუნისტები იყვნენ და საკმაოდ საკმაოდ დიდ თანამდებობაზე მუშაობდნენ მისი მშობლები და რისი თქმა მინდა ამით ეს იყო სპეციალურად ეხლა როგორ თქვა რომ ეს ყველა რუსეთის კაკები ის დავერბურგებული ხრი ის პრინციპში ევროპა დამარცხდა როგორც არა მარტო ევროპა, არამედ ნატო დამარცხდა რუსეთთან. რატო დამარცხდა რუსეთთან? და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს გონია რომ რუსეთის გარეშე სოფლიო იარსებებს, შეუძლებელია რუსეთთან უნდა იყოს კარგი ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობა. სხვადასხვა რუსეთმაც დახვეწა პოლიტიკა. პუტინმა ძალიან თუ ადრე საბჭოთა კავშირის დროს, ანუ ელცინის დროს და თუ კიდაც პირველ ეტაპზე პუტინის აი ზემოდან იყურებოდა მოკავშირეებს, არა ეხლა უყურე როგორ თანასწორუფლებიანად აღიქვამს ყველა მოკავშირეს, თანასწორად აღიქვამს მის პარტნიორებს, პატივს წემს, პატარა ქვეყანა რომელიც არ უნდა ჩავიდეს, მასთან როგორ პატივისცემი დღებრობს და ანუ რისი თქმა უნდა, რუსეთმაც დახვეწა პოლიტიკა, გაუმჯობესა ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან. ეს არის მათი გამარჯვება და ეს ყველაფერი აიძულა ევროკავშირმა, ხო? ეხლა იცით რა არის? გუშინ წავიკითხე, არ ვიცი ეს თქვენ წაიკითხეთ თუ არა. უკვე რუსეთის გაყინული ფულის გახსნას აპირებენ რა, ან დაბრუნებას რუსეთზე. იმ მდგომარეობაში შევიდე, რომ უკვე მე როგორც თქვი განმაცხადე მაშინ, რიგში არიან, ერთმანეთს ასწრებენ, რომ თქვენ ეს თქვით, რომ აი ეს კარგად კიდევ ერთხელ განმეორდები და ვეტყვი ჩვენ მაყურებელს აქ იყო ზუსტად ამ სტუდიაში მზადებოდა ბატონი ჯუმბერი 2025 წლის ოქტომბერი იყო. ხო. აი რასაც ეხლა თქვენ ამბობთ, ეს მაშინ თქვით თქვენ. და ეხლაც აღსრულდა ის ჩემი ეს ანალიზი, რომ რიგში დგანან საფრანგეთი, იტალია ერთმანეთს ასწრებენ, დანიაც
დანია აი ყველაფერი ხერში აიხნო გვერდზე გავწევთ ხო? მე ვერასოდეს ვერ ვფიქრობდი რომ დანიის პრემიერიც ამას განაცხადებდა რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელი რუსეთის გარშე ევროკავშირი არსებობს. ხლა იცით რა არის? ნუ ხლა დანია ყოველთვის გამოიყურებოდა რუსეთის მიმართ აგრესიით. გრენლანდიის გამო ხო? ნუ ეგ რუსეთსაც თავისი ინტერესები შესაძლოა. მიუხედავად ამისა, უკვე ფინეთის პრეზიდენტი ხო აი რა ვთქვა მეგობრო, შემიძლია ერთი ვთქვა, რომ მე ჩვენი ხელისუფლების არც დამცველი არასოდეს ყოფილვარ, ყობა დავითაშვილის გარდაცვალების შემდეგ მე ამ ხელისუფლების მიმართ არც დამცველი ყოფილვარ, არც ადვოკატი არ ყოფილვარ, მაგრამ ვეკითხები ეხლა იმ დეგენერატებს, იმ უწიგნურებს ჩვენ ხელისუფლებას სწორი პოზიცია არ დაეჭირა 22 წლის შემდგომ, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა არც სახელმწიფო, არც დამოუკიდებელი ვიქნებოდით, არც ტერიტორიები არ გვექნებოდა, ვიქნებოდით რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი სუბიექტი. მაგრამ ის ხომ უნდა დაინახულოთ დღევანდელი ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკა, საშინაო შევეშვათ. სწორი საგარეო პოლიტიკა. ეს აი როგორც გინდათ ისე გამიგეთ. მე ბიზნესში არც შევხედება ცხოვრებაში, არც მინახია, არც ურთიერთობა მქონია, არც ირიბად, არც პირდაპირ არც ის. მაგრამ რო არ ყოფილიყო ის კაცი, ეს ახალგაზრდა პოლიტიკოსები ამდენს ვერ შეძლებდნენ. მე ირაკლი ღარიბაშვილი ავიღოთ, ახალგაზრდა კაცი იყო, გამოცდილი იყო და ასე შემდეგ, რო არა ბიძინა ივანიშვილი. დღეს საქართველოს არ იარსებობდა. ამისათვის თითოეულმა ქართველმა ჩემგან დაწყებული მას გვიყვარს არ გვიყვარს მოგწოს თუ არა, მან ერი გადაარჩენა და სახელმწიფო რო გადაარჩენა, მადლობა მას. კი, მე გეთანხმებით, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მართლაც დანის პირზე იარა და დანის პირზე იარა. მოდი ასე ვთქვა, ბიძინა ივანიშვილის ხო, რა თქმა უნდა, წინამძღვარი ყავდა და ოჯახის უფროსი რო ხა ძლიერი, ოჯახი შეგრული ყავს, ხო? იგივეა სახელმწიფოს, ხო? მე რა მინდა გითხრათ ახლა, აი ნუ ხედავთ რომ თქვენი იმაზე პროგნოზებმა, რომელიც თქვენ მაშინ გააკეთეთ, ეს განცხადება თქვით და ხელისუფლებასაც კი ურჩიეთ რომ ჯობია რომ დაეწოდო დიალოგი რუსეთთან. კი, ეს აუცილებელია. ეხლა დღეს ნახეთ, დღეს მართლა მთელი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებიც რუსეთთან პირდაპირ ამბობს, რომ უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ამ საუბარში ჩვენ უფრო მეტ მოგებას ვნახავთ, ვიდრე დანებით და ხიშტებით და თოფებით და ომებით, ხო? ბოდიში გაწყვეტინებს სიტყვას. თქვენ თუ დააკვირდით ბატონ ტრისთან, და ალბათ დააკვირდებოდით. არც ერთხელ უკრაინასა და რუსეთის შორის კონფლიქტის შესახებ როცა საუბრობს, რუსეთს ხაზ არ უსვამს. არა. რუსეთს არ მოუწოდებს რაიმე დაათმე ან კიდე რბილად. და ბოლო პერიოდში თვითონ ტრამპის მიდგომა პუტინის შემდეგ ისე დათმა, რას უნდა ველოდოთ, მე არ ვიცი. მაგრამ ის რომ ტრამპმა კუდის კუცილი დაუწყო პუტინს, ეს შეუარაღებელი თვალით შესაძლოა. ახლა ეს ადამიანი ეძახის, ხო, ახლა ამბობს, რომ აუცილებელია მასთან მეგობრობაო. ამას ამბობს პირდაპირ. იმიტომ რომ ახლა ტრამპი უყურებს პირდაპირ აი როგორც ეკონომიკური კუთხით რა და ეს არის. ჯერ თუ გინდა შე პოლიტიკა ძლიერი კონდეს და სახელმწიფოსთან ურთიერთობები მქონდეს, შე ეკონომიკური კუთხით. ეკონომიკური კუთხეა თავი. რა, ეკონომიკური კუთხე. ეკონომიკა წარმოქმნის პოლიტიკას. სწორს აკეთებს ეს კაცი. ხო, რუსეთს საკმაოდ დიდი სიმდიდრეები გააჩნია. ძალიან ამ სიმდიდრეებიდან გამომდინარე იყო რომ რუსეთმა მთლიანად მაქსიმუმი გააკეთა და აამუშავა როგორც თავისი ეკონომიკა, ასევე სამხედრო სამრეწველო ქარხნები მთლიანად თავიდაბოლოებით ჩააყედა მწყობში. მე რა მინდა გითხრათ ახლა თქვენ, აი მართლაც თქვენთვის არ იყოს რიგში დგანან რა უკვე. რიგში დგანან და რომელი მიასწრებს ახლა ერთმანეთის გადასწრებაზე არიან რომ რომელი მივა პირველი პუტინთან რა. რო შეხვედრაზე რომ ბოდიში მოუხადოს და ბოდიში შევწყვეტ. და ახლა პუტინის აი რატო არის ის დიდი პოლიტიკოსი? დიახ. პირადული გადადო გვერდზე და განაცხადა ჩვენ მზადა ვართ დიალოგისათვის. ეხლა უყურე აი რამოდენ დიდი ნაბიჯია. ჩეკისტია ბოლოს და ბოლოს. ჩეკისტი კი არა პოლიტიკოსია კაცო ვერ გაიგე. ჩეკისტი და მე გახდა პოლიტიკოსი, ხო? აი ჩეკისტი რა პოლიტიკოსი. პირადული წენა, მაკრონი რას არ ეძახდა მას და ლანძღავდა როგორ გერმანიის კანცლერი ყველა. არ დარჩა ევროპაში. ქვეყნის ლიდერი რომ პუტინი არ გაელანძღავს. ზოგი პრესს ეძახდა, ზოგი
ისა ტრამპი კლასზე ზახდა ზოგს უკვე სასამართლოზე უნდა წარედგინათ რაღაცა, მაგრამ ამ კაცმა ყველა აი მათ დონეზე არ დავიდა და განაც ჩვენ ზადავართ პოლიტიკა საუბრებისათვის. აი უყურე რამდენად კი, ხო და რამე რამინდათ გითხრათ ახლა თქვენ და კარგიც არის რომ რაღაცები უცებ აი მას აკეთებთ რა, აი ჩასწორებებს და რაღაც ჩასწორება რა კომენტარი გავაკეთეთ. ხო, კომენტარი გავაკეთეთ. რაღაც კარგია ეს, მაგრამ მე ვინ ჩაგისწორებს ბატონო? სამი საით მიდივარ, ხომ ხედავთ ახლა. ნუ ესე იგი რიგი დგას რა, მართლაც რიგი დგას. კაიგე იმ ლიდერების ხედა, რომელია ეროქაშვილის ლიდერებს და რომელია ლიდერებმაც პუტინი გადაცეს ჰააგის ტრიბუნალს. კი. და მასე აღზევს სისხლის სამართლის საქმე და უნდა დავიჭიროთო. ეხლა ბიჭო, თუ ის დამნაშავე არის და თუ მართლა ესე იგი თქვენ მიგაშინათ ის ადამიანი რომ ამ ადამიანმა გააწირა მთელი ეს ისა, ხო? მაშინ რატომ მიდიან დამნაშავეებთან საუბრობთ? ხო ხტები, რატომ მიდიან, რისთვის მიდიან? ანუ მათმა დაინახეს თავიანთი შეცდომები და ახლა უნდათ გამოასწორონ, ხო? ხედავთ ამას და სოფლიო გაუწია ანგარიში, გარდა იმისა, რომ ის დაპირისპირებული მხარე, რომელიც ცდილობს დღეს რომ მივიდოს პუტინსთან ესაუბროს და რაღაცა თავისი მოგებები წაიღოს და ნახოს, ხო? ამავდროულად, ნუ ახლა მეგობარი ქვეყნები ხომ აი სტაბილურად მუშაობენ და სტაბილურად აქვს შეხვედრები, 3+3-ის ფორმატი და სხვა დანარჩენი ყველა შეხვედრები. რატომ დღეს რაშიას საქმე დღევანდელი ხელისუფლება ვერ ბედავს და ვერ მიდის და არანაირად ესე იგი არანაირი ფორმატი და არანაირი ის არა აქვს შექმნილი იმისათვის რომ ვიღაცა მაინც ოფიციალური პირი გაუშვოს და რაღაც გარკვეულ მინიშნებები მაინც უთხრას იმას, იმიტომ რომ არაერთხელ იყო ლავროვის მხრიდან და არაერთხელ იყო იგივეა ლავროვი, იგივე პუტინია, რასაც ხდებასაც გააკეთებს, ხო? და რა თქვამი რომ საქართველოსთვის კარი ყოველთვის ღია არის. არათუ ისე ნატოში რო იზახიან, არამედ აქ რეალურად მართლაც ესე 3+3 ფორმატში საქართველოსთვის კამი თავისუფალი არის. გეუნება დღესაც გეუნება როცა თქვენ გადაწყვეტ მაშინ მობრძანდით. რაშია საქმე რა აჩერებს ამათ მოდი ეს კითხვა ორად გავყოთ პირველი ევროპა ეს ევროლიდერები რომ რიგში დგანან ევროლიდერები რიგში ციტატუ განან პირველ რიგში ევროკავშირის ეკონომიკა უკვე ნულის დაბლომოდის უკვე ნულისკენ მოდის. კი ბატონო. ძალიან დიდი უკმაყოფილება არის საზოგადოებაში. ჩვენ ტელევიზიები არ გადმოსცემთ, ერთი შედით სხვა ტელევიზიებში და ჩვენ ახლობთ მაგას ბატონო. ხო. არა, თქვენზე არა, საზოგადოებას არ აჩვენებთ, ჩვენ ტელევიზიები ხომ არ აჩვენებთ. სამწუხაროდ საქართველოს ვერ ხედავს მაგას. ნუ არ აჩვენებს ახლა თვითონ ობიექტური არ უცნაური, მაგრამ ევროპაში მიმდინარე მოვლენებს არ გადმოსცემს. კი. ნუ ახლა შენ ტელევიზია ხარ, ტელევიზიები რო ხარ, შენ და სულ და სრუკოც უცხიცინებ ხელისუფლებას ჯო კუდის კიცის ჯობია ევროპაში მიმდინარე მოვლენები აჩვენოს საზოგადოებას და საზოგადოება გააკეთებს დასკვნებს რომ რო არა ეს ხელისუფლება ისე ვიქნებოდ დღეს ჩვენ ხო იმ ქებადიდების და იმ რა ქვია დიმიტრი ხუნდაძის და იმის ლაივში ტარებას და ტრიალს არ ჯობია ევროკავშირში მიმდინარე მოვლენები გადასცენ რომ საზოგადოებამ დაინახოს, საზოგადოებამ ბოლოს შეაჯეროს ასე რა, აწონოს, რომ აი თუ არა კონიუნქტურული ხელისუფლება ჩვენი, ისეთ მდგომარეობაში ვიქნებით და ასე შემდეგ. ამიტომ საზოგადოებამ ყოფილობა გაიზარდა ევროკავშირში. საზოგადოებამ უკვე აიძულა იქაური ლიდერები, რომ წასულიყვნენ დათმობაზე და ახლა არიან ცხრებებით რიგში ჩამდგა. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, რატომ არ მიდის რუსეთთან დიალოგში. მე გეტყვით, მე პოლიტიკაში 9 წელი ვიყავი მოქმედი და ვიცი რამ, ერთი რამ დაუწერელი კანონები არის ბევრი პოლიტიკაში, ბატონო. და რას გულისხმობ მე ამაში. ეხლა ერთბასად რომ ხელისუფლება ასე გადადგას ნაბიჯი, ეს ამ წირი ნაწილისათვის ეს სექტა რომ არის ნაციონალური მოძრაობის სექტა 3% რომ არის. დიახ. ისინი მოსვენებას არ მისცემს ჩვენს მოქალაქეებას და დაიწყებენ კიდე ქუჩებში ხელისუფლებას ამით ვერავნებენ ვერაფერს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება დაიღლება როგორც დაღლილი იყო მთელი 2 წელი რუსთაველის გადაკეთებით და ასე შემდეგ. მაგრამ მე ღრმათ ვარ დაწმუნებული და ამის ნიშნებს ვხედავ მე განცხადებებში, რომ ხელისუფლება ფარული გზებით, სხვადასხვა გზებით დიპლომატიური
გზით, მაგრამ არაოფიციალური დიპლომატიური გზით და ეს მიანიშნებს იმას, რომ ახალი წარმომადგენელი დანიშნა რუსეთში ირაკლი ღარიბაშვილი, კობახიძე, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს კონტაქტები და ხელისუფლება აი რას ნიშნავს სწორი პოლიტიკა? სწორი პოლიტიკა იმას ნიშნავს, რომ ელოდებიან მომენტს, როცა უკვე რესკნაბის გადადგამა. არ არის ახლა ამ ეტაპზე, მართლაც არ არის იმის დრო, რომ ასე ერთბაშად და რატომ არის? აი გაიძახიან თქვენ რუსეთის, აი ეს ხართ. ეს საუბრები, როცა ევროპის ლიდერები ბოდიში თქვენთან მუხტაჩოქილი პუტინთან მივლენ, აი მათი შეხვედრების შემდგომ უკვე რეალური დროა რომ მივიდნენ უკვე. არა, შეხვედრები რო გაიმართება, იმის შემდეგ უკვე შეიძლება რესკი ნაბიჯისა როგორ თქვა, ისეთი რადიკალური ნაბიჯი გადადგა და გადაგინო დიპლომატიური ურთიერთობა და გახსნა საელჩოები, საკონსულოები და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება მასზე მუშაობს, ნიშნები შეინიშნება, თუ კიდე ორივე მხრიდან განცხადებებში შეინიშნება. რა თქმა უნდა, განცხადებები თბილი განცხადებები მოდის, აქედან ყოველ შემთხვევაში ლანძღვაგინება არ მიდის და ნეიტრალური განცხადებები მიდის და ეს ბუნებრივია, ის იმის შედეგია, რომ მათ ფარული ურთიერთობა აქვთ, არააფიშირებული, მოდი ფარულს ნოვიტყვით, თქვათ არააფიშირებული მედიისათვის უცნობი შეხვედრები არის და სხვადასხვა საკმაოდ კარგი დიასპორა გვაქვს უკვე რუსეთში, საკმაოდ წარმომადგენლობა არის და არა მარტო მაგისა, ბუნებრივია რომ ბიზნესს რუსეთთან და კრემლთან ურთიერთობა არ ქონდეს პირადი ეს გამორიცხული ახლა. ისეთი არის ბატონო ჯუმბერ, ახლა ნახეთ თქვენ ბრძანეთ და მართალიც არის, რომ ჩვენ 24-ში, 25-ში მანამდეაც ეს აგენტურული დაჯგუფებები, რომლებიც არის აი საქართველოში და მოქმედებენ პირდაპირ დირექტივები და მართავენ მას დასავლური კურატორები, ისინი საკმაოდ კომფორტულად და ძნობენ თავს, იმიტომ რომ ფინანსები აქვთ, პატრონი ყავთ, შესაბამისად ახლა ასე თუ ისე კიდევ აგრძელებენ და კიდევ რაღაც პრობლემებს ქმნიან ამ ქვეყანაში, ეს ფაქტის სახელზე არის, ყოველდღიურად ახალ რაღაცეები გვექცეს, მათ მიეჩადენიან დანაშაულებები ამ ქვეყანაში, ხო? და როდესაც ხელისუფლება მიიღო კანონი, მოდი ჯერ თქვა, არჩევნები ჩაატარეს და არჩევნები მათმა არჩევნებს და თითქოს გააყალბეს და გამოიყვანეს საზოგადოება ქუჩაში. მერე იყო და აგენტურის წინააღმდეგ კანონი საზოგადოებას ნოიტყვი. არა, ნუ ხალხი გამოიყვანეს ქუჩაში. რაღაც სექტა. ეს გამოვიდა ხო, დაფინანსებული ძალები, ხო, მერე იყო და ესე იგი აგენტურის წინააღმდეგ მიიღეს კანონი და მაშინაც გამოიყვანეს. შემდეგ იყო და LGBT კანონის, რომელიც მიიღეს კანონი მიიღეს, მაშინაც გამოიყვანეს. ნუ მათმა გამოიყვანეს როგორიც ის რესურსი, რა რესურსიც მთელი საქართველოს მასშტაბით. მთელი საქართველოს მასშტაბით. ამის გარდა გარედან შემოიყვანეს ხალხი კიდო. მოდი პირდაპირ თქვა. ისა უკრაინელები ჩართეს ამ პროცესებში, ჩართეს ირანელები ჩართეს ამ პროცესებში, ეს იყო რუსები, ლიბერალი რუსები ჩართეს ამ პროცესებში, ეს ნუ არჩი მაქსიმუმი გააკეთეს და აი 100,000, 20,000-მდე ვერ აყავდათ. კეთახმე. 20,000-მდე ვერ აყავდათ. ანუ ხელისუფლებას დაინახა, ჩვენს დავინახეთ, რომ აი ეს რესურსი აქვს მათ. ამ რესურსით მათმა ვერ მოახდინეს ვერანაირი სახელმწიფო გადატრიალება და ვერანაირი შრყევები სახელმწიფო ინსტიტუტების. ყველაფერი გააკეთეს, რა ვიცი, ხან პოლიციის დაწვეს, ბანკანების დაწვეს, რუსთაველის გადაწვეს, რა არ ყველაფერი იკადრეს და აბსოლუტურად აი მარტა სამშობლო და ამ უპატრონო და ამ ქვეყნის გამყიდველებმა, ხო? ხო, არა, რამე დაგითხრა დამთავრებინე, ხო და ხომ ხედავთ უკვე რომ ვერაფერი მაგათი ისე იგი რომ მიტყვი ის ფინანსები ვერ გავიდა, ხო? უკვე დრო არის. მეც ვერ გამოიყვანებენ მაგენი. ვერ გამოიყვანებენ მეცა. დრო ხომ არის რომ უკვე დავიწყოთ ამ პროცესებზე მუშაობა და პირველ რიგში დავიწყოთ ტოლვილების თავარ და პირველ რიგში ტოლვილების დაბრუნება. ეს საუბარი. ბატონო ტრისთან, ორ ნაწილად გავყოფა მას. პირველ რიგში შევეხები ნაწილს რომ მათ რო ვერ გამოიყვანეს ეს მარტო ხელისუფლების დამსახურება არ არის, ეს არის ჩვენი საქართველოს იმ საზოგადოების კონსოლიდაცია. ჩვენაირი ხალხის. დიახ, კონსოლიდაცია, რომელიც ერთპიროვნულად უკვე ასეთ პროცესებში ვიჭერთ ეროვნულ სახელმწიფო მდგომარეობას და ვიჭერთ მხარს ხელისუფლებას.
ხო? და სწორედაც არის, როცა ხელისუფლება რაღაცა კარგს აკეთებს, მივესალმებით. უნდა დაუდგენ აბარა. და ერთი განცხადება მქონდა, მე საჯაროთაც, თქვენ ტელევიზიებითაც, ინტერნეტის მეშვეობით, რომ მოკავშირე გაიხადეთ საკუთარი მოქალაქეები და თქვენ ვერავინ ვერ დაგამარცხებსო. ირაკლი ღარიბაშვილი რომ მოვიდა მეორედ რომ დაბრუნდა. ამით დაიწყო, რომ საკუთარი მოქალაქეებს გაიხადა ამ კანონებით, ამ ქმედებებით საკუთარ მოკავშირე ეხლა ირაკლი ღარიბის კობახიძე მოვიდა, მან ასეთი სასიამოვნო კანონმდებლობებით უკვე საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 85% მოკავშირე გაეხადა. და როცა ხელისუფლებაში ხარ და შენ საკუთარი მოქალაქეები ყავს მოკავშირე, შენ გარდაძალები ვერ დაგამარცხებს. კი, კეთა. იმიტომ რომ ეს შენი შიდა მოკავშირე იმენა ძლიერია, რომ შენ იცი რომ დაგიცავს ყველა კუთხე და ეს იყო მიზეზი, რომ საქართველოში ვეღარ მოხდა რევოლუცია. რაც შეეხება იმ თქვენს კითხვას, ბატონო ტრისა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. რა თქმა უნდა, არის. ეს ასეა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ჩავინიშნოთ დღევანდელი დღეც და ჩვენ შემოდგომაზე დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს ექნება რუსეთთან. მე ძველი გადაცემების შეთანხმებული მაქვს. კი, ის დამოვკრიფოთ, რომ მაქვს, აგრეგო არქივებში და ამ გადაცემაზე შევინახავ. დაიმახსოვრეთ ჩემს თქო, ჩვენ შემოდგომაზე რუსეთთან გვექნება დიპლომატიური ურთიერთობა. სხვა გზა საქართველოს ხელისუფლებას აღარ აქვს და დაიმახსოვრ კიდევ ერთხელ ჩემს თქო 2026 წელს დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი. აი, დამთავრებიდან სადღაც 10-15 დღეში თვენახევარში საქართველოს აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან და გაიხსნება ჩვენი საელჩო. სოფლიო იქეთკენ მინდის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მინოს გონია რომ სოფლიო რუსეთის გარეშე რამდენად არსებობს, არ არსებობს. დიახ. რუსეთი არის როგორც შემაკავებელი ძალა ბოროტ ძალების მიმართ. იცი რა არის? ამასთანავე არ ვიცი რომელიღაც გაზეთის პირი ციტერობდა დამისახელეთ ერთი უმიზეზოდ სად შეიჭრა რუსეთი. ვის დაესხა თავს? არსად. ეხლა მეუბნებიან 2000, კაცო 2008 მესმის და აფხაზეთს მოდი სანამ აფხაზეთს ეს ამერიკელების პროფესიებია, კაცო. მოდი იცი რა ბატონო ტრესა. მე შიშის გზნობა არ მაქვს და მინდა რომ საზოგადოება სწორად აუხსნო და უთხრა. კი ბატონო. მოდი თქვენ ჩემი თაობის ხალხიც ნუ გავალამაზებთ იმ აფხაზეთში ჩვენს მდგომარეობას, ჩვენ რა მდგომარეობას ჩავაყენით ის ხალხი. თქვენ თუ გონიათ რომ საქართველოს ხელისუფლება მართალიყო აფხაზ ხალხთან წინაშე არ იყო მართალი ბატონო. რაც კიტოვანის და ჯაბაიოსელიანის ხალხი ჩასდიოდა აფხაზეთში ეს უნდა ვაღიაროთ. და რუსეთმა კი მხარი დაუჭირა. არა, არის ეს ხება ბატონო ჯუმე. არა, დავასრულო და მე. რუსეთმა კი მხარი დაუჭირა, მაგრამ რუსეთს ჰქონდა საბაბი რომ აი ვიცამ მცირე ერს. მაგრამ ჯაბაიოსელიანის ქმედებებს იქ გამართლება არ აქვს. არა, მე გეტყვით ახლა მომისმინეთ, მე უნდა თქვენ უნდა ცოტა ჩავასწოროსავეთ. აიგე რატო? და რატომ ეხლა აფხაზეთის ომი იყო პროვოცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და ელცინის რუსეთის ლიბერალური რუსეთის მიერ. ეს იყო ფაქტი იყო და ამას ნუ გავექცევით. არა, რას მოხდა ახლა ჯაბაიოსელიანი და კიტოვანი რო ვიძახეთ, ხო? ეხლა ჯაბაიოსელიანი იყო ხედრიონის ისა რა ქვია სტრუქტურის ხელმძღვანელი, კიტოვანი იყო თენგისამამში თავდაცვის მინისტრი. სადაც თავდაცვის მინისტრი იყო ახლა და ერთ-ერთი ესე იგი საბრძოლო ქვედანაყოფის მეთაური მე ვიყავი, რომელიც შევდიოდი თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში, ხო? ეხლა მე გეტყვით, ახლა რატომ ესე იგი ესე ჯაბაიოსელიანი და კიტოვანი სწორედ აი უცხოეთის სპეცსამსახურებმა გააკეთეს და შექმნეს რაღაც თავისი აგენტურული დაჯგუფებები, რომელიც მოქმედებდა მხედრიონის ჩვენთან მხედრიონის სახელით და აფუჭებდა საქმეს და ამავდროულად ჩვენი სახელით სამხედროების სახელით, რომელიც აფუჭებდა საქმეს თითქოს ამას აკეთებდა სამხედროები, ამას აკეთებდა მხედრიონი, მაგრამ მხედრიონი ჩვენი სახელით აკეთებდა. ხო, მხედრიონელები ბიჭები მე ხა რაც ჩემი თვალით ნახე
ხო, ხედავდნენ ბიჭები ტყვიაზე მიდიოდნენ და ძალიან ბევრი ბიჭები დაიღუპდნენ. და მე სხვათაშორის იმ დროს გამოვედი და თქვი და გაცხადებაც გავაკეთე, როდესაც ეს პროცესები დაიწყო, ჩვენ სახელით ვიღაცები ყაჩაღობდნენ, მარადიორობდნენ, ხო? ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ჯგუფები, აგენტურული ჯგუფები, რომლებიც ცირს ვხდებდნენ ჩვენ და ამან განაპირობა სწორედ მე ამ სახელის ასე ერთად ასე მოსახლეობაში. გეთახმე ბატონო ტრისტან. მე შენ თქვენი სიტყვები ვჯერ, მაგრამ იმ აფხაზმა ხალხმა ხომ არ იცოდა ვინ? არა, არ იცოდა, ამიტომ არის. ერთი წუთი. ხო გისურვეთ? კი. ეს ხო საქართველოს სახელი კეთდებოდა? კი ბატონო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელი კეთდებოდა, ეს ხო მხედრიონის სახელი კეთდებოდა? კი. კარგი, ყველაფერი კარგი, დამთავრდომი რაღაც. ვინმეს თავში რატო არ მოუვიდა ის გარეუბნება, რომ თანდათან ეს ყველაფერი აფხაზი ხალხისთვის ვინმეს აეხსნა. არ იმუშავა. რატომ? აი უბრალოდ რატომ არავინ დაინტერესდა? კაცო, ტერიტორია რა თქმა უნდა შენ თუ ხალხს მას არენდობი, აფხაზ ხალხს ერს თუ არენდობი, რა თქმა უნდა ის ტერიტორია. არ გვინდა ჩვენ მასეთ ტერიტორია, ჩვენ გვინდა აფხაზი ხალხი. ბატონო ჯუბე, მაგრამ დავასრულე. დიახ. რატომ არავინ არ აუხსნა აფხაზ ხალხს ის გარეუბნება, რომ ეს იყო დავერბოკებული ასე და რა თქმა უნდა არგუმენტებით და ფაქტებით უნდა გვემუშავა, მაგრამ არ მიმუშავა. ანუ რუსეთი არ შეჭრილა. იმის თქმამდე ჩვენ ხო რუსეთს ვარ? კი. და შეხება 2008 წელს რუსეთი იძულებული გახდა რომ შემოსულიყო და დაეცვა თავისი მას დოკუმენტი და ხელმოწერილი დოკუმენტი წინ. რა თქმა უნდა. ასე რომ სხვა კუთხით დამისახელი ქვეყანა სად დაგომისის ხელშეკრულება რას ითვალისწინებდა ბატონ ჯუბე? ხო და სხვა სად რომელ ქვეყანას დაესხა თავს რუსეთი? რაც შეეხება უკრაინას არ დასხმია თავს. 2014 წლიდან მე გადაცემა გამომიტოვებია. არც ევროპისა, არც რუსეთის პოლიტიკური თოქშოები არ გამომიტოვებია. და ეს კაცი ეხვეწებოდა უკრაინის პრეზიდენტებს, რომ მეგობრებო, რუსეთი ვერ დაუშვებს ნატოს ჯარებს უკრაინაში. ეხვეწებოდა ამერიკელებს, ევროპელებს, ნუ იარაღებთ. 2014 წლამდე სანამ იანუკოვიჩი გაიქცეოდა და ის რომ მოვიდა რაღაცა პოროშენკო რა ვიცი. პოროშენკო რევოლუცია მაიდანის ხელისუფლება რომ მოვიდა. დიახ. პოლიტიკური თოქშოები აფრთხილებდნენ რომ ნუ თამაშობთ რუსეთთან. დიახ. ეს კარგს არაფერს არ მოიტანს. და 2 თვის მერე ყირიმ წაიღო მეგობარო. ეხლა იცით რა? უკაცრავად, მაგრამ ოდესა ვინ ჩამოაყალიბა, ვინ შექმნა? რუსები. ეკატერინე შექმნა. რუსები და რუსეთი შექმნა. ყირიმი ოდითგანვე რუსეთის. კი. ართვეს იმას თურქებს ართვეს. ოსმალებს. ომი გადაიხადეს, იმას სისხლი დაუყარა. ოსმალებს ართვეს. მათი იმის ქვეშ იყო. სისხლი დაუყარა ხალხმა და მე ამას უტინო ხრუშოვმა, აი მოღალატე ხრუშოვმა სტალინი რომ მოგლა, მე გადაცა ეს ისა ყირიმი იმას. ხო. ახლა უყურე, პირველ რიგში პუტინი მოატყურეს ევროკავშირის ლიდერებმა. თორემ პუტინმა როგორც უსისხლოდ დაიბრუნა ყირიმი, ისე დაიბრუნა დონბასას და ლუგანსკას. მაგრამ მოატყურეს და ეხლა ის მიიღეს. ტყურის არ პატიობს არავინ. არაერთხელ მოატყურეს. ბატონო ჯუბე სხვათაშორის თურქეთის, აი მინსკის ფორმატით ხომ მოატყურეს? მინსკის ჯერ თურქეთის არა, ჯერ მინსკის ფორმატით. ის იანუკოვიჩის ფორმა ის არის. ჯერ მინსკის ფორმატი იყო. ლიდერებმა მოაწერეს ხელი რომ ჩატარდებოდა და მეორე დღეს ჩამოაყენეს კაცი. აგა თურქეთში ხო მოატყუილეს. თითქმის შესული იყო კიევში, ხო ბუჩა, ირპინი, აგა ბორისპოლში, ჯარავი. შე დამთავრებული იყო და კიევში იყო, კიევში. ზელენსკი იმას ისრაელის პრეზიდენტს უკავშირდება არ მომკლასო თხოვეო. ხო და იქ როდესაც იმაში თურქეთში იქ შეთანხმება მოხდა და პუტინი გაიყვანდა ჯარებს და ამიმინდა კიევის გაიმენა ირგვლივ და შესაბამისად შემდგომ უკვე შეთანხმდებოდნენ სხვა დარჩენ პუნქტებზე ხო? იჩიჩელი კი ჩავიდა ის რა. ჩავიდა ეს თავდაუვაცხელი კაცი ეს ბორი ჯონსონი ხო? ბორი ჯონსონი ჩავიდა და ხო, ჩავიდა და თავდაღირა დააყენა ყველაფერი ხო? არაერთხელ იქ და მოტყულებული ევროკავშირის ლიდერების ხედა და ამიტომ ახლა დღეს სწორიც არის პუტინი რო ამბობს. არავითარ შემთხვევაშიო. ჩვენო არ დავუშვებდით. ხო, არ გავჩვენე. არა, არც შემთხვევაში. ეს არ დავუშვებდით. არა, ჩვენ არ გავჩვენებით. სანამო შეთანხმებას ხელი არ მოეწერებაო. ვაგრძელებთ ჩვეულებრივ ჩვენ ამ სპეციალურ სამხედრო ოპერაციებს, რომელიც მიმდინარეობს წარმატებულად და რომელიც ყოველდღიურად ახალ ტერიტორიებს იკავებენ. გუშინ დავიგითხე ამერიკის ომის კვლევის ცენტრის ის იყო
პატარა ის დასკვნა, რომ ამ წელში რაღაცა 30 თუ 40% მეტი დაიკავა, რაც გასულ წელს მთელი წლის განმავლობაში დაიჭირა რუსეთმა. ამ იანვარ-თებერვალში. დიახ. ერთი წლის 30% უკვე დაიკავა ორ თვეში. კი, არა, ძალიან წარმატებული. ეხლა რა მინდა გითხრათ. თქვენ კარგად გახსოვთ და ჩვენ ყველა კარგად ვიცით და საქართველოს მოსახლეობაც კარგად ვიცით, რომ იყო ფრენები არ იყო თბილისსა და მოსკოვს შორის. და საერთოდ რუსეთთან იმას ყველგარი ესე ვიზები იყო და რა ვიცი ყველაფერი. ნაბიჯ დაიწყო, ჯერ ფრენები აღდგა და ეს ამას ეს ლიბერასტული ეს ჭინკები როგორ შეხვდნენ ჩვენ კაკაკაფეთ აეროპორტში მივიდეს ხუშტარია ნომერ პირველი აგენტი თავისი ამით ავამტყოფებით და რა ამბები და როგორ დავისვენე იცით ბაჭერი რა დაისვენეთ ეკრანებზე არ ხედა თბილისმა დაისვენა შემდგომ იყო და ის რა ქვია უვიზო რეჟიმი შეაჩერა ეხლა მე რა არის შემდგომი დიპლომატიური არა მანამდე რა არის შემდგომი ეხლა ოჩამჩირის მონაკვეთი მთლიანად გალამდე რკინიგზის შეკეთება მიმდინარეობს თავიდან ბოლომდე და რას ვაგებთ მაგრამ არ არის ცუდი არა რას გეუბნები ხომ არ არის შემდეგი რიგი იმისა რომ რკინიგზა აღდგეს და მიმოსვლა ამისი რაღაცა სარკინიგზო მიმოსვლა თბილისსა და მოსკოვს შორის რკინიგზის აღდგენას წინ ვერაფერი ვეღარ დავუდგებ ეს უკვე ჩვენზეც არაა დამოკიდებული ეს სოფლიო ეკონომიკაზე ჩვენ ხო გვინდა დერეფანი ვიყოს ჩვენ ხო უნდა ვიყოს ხო აქედან გამომდინარე რკინიგზის აღდგენას წინ ვერაფერი ეს უკვე გადაწყვეტილია აი თუ ჩვენ გვინდა რომ არ ჩამოვდით იმ პროექტებს არ ჩამოვდით ხო ამ შემთხვევაში რკინიგზის აღდგენა ამაში ორი აზრი არ არსებობს შეიძლება იმაზე ადრე ვიდრე მე წარმომიდგენია მე ვფიქრობ რომ წლის ბოლომდე რკინიგზა აღდგება უკვე ოჩამჩირის მონაკვეთი მე ვფიქრობ რომ წლის ბოლომდე რკინიგზის აღდგენა და მე როგორც გავიგე საქართველოს ტერიტორიაზე რაღაც უძრები შეინიშნება რკინიგზის განდაგის აღდგენის რაღაცები რა კი მაგრამ სწორი ისა 100%-იანი ინფორმაცია რაღაც ინფორმაციები არსებობს ხო აქედან გამომდინარე ის რომ რკინიგზა უნდა აღდგეს და ეს კარგია საქართველოსთვის ორივე მხრისთვის კარგია როგორც ეკონომიკურად ისე დიპლომატიურად ერთ შეგახსენებთ ბატონო ასევე სახალხო დიპლომატია მაქსიმალურად იმუშავებს მეგობარო 2008 წელს რომ ამ დრობლიანს არ არსებობს გაურკვეველი წარმომავლობის არსების ნაბიჯი სააკაშვილის ნაბიჯი არ ყოფილა ოსეთი დღეს ჩვენ იურისდიქცია შეკრება. ისე კარგად ვიყავით შერწყმული. ცხინვალი. გამაჩაბი. ისა არა, ერბეთის ბაზრობა იყო. გაგზა გახსენილი იყო რაჭაზე მედიოდი პირდაპირ. და მინდა ვთხოვო ხელისუფლებას. პატრიოტებულობო, ძვირფასებო. გამოაცხადა ერგეთი თავისუფალ ეკონომიკურ ზონად. შექმნით იქ თავისუფალ ეკონომიკური ზონა და 2 წლის შემდეგ ცხინვალსა და საქართველოს შორის საზღვარი მოიშლება. თვითონ საზოგადოება მოაშლებს. ამით სულ სამოითხოვს ცხინვალის მოქალაქეები და ეს გამოიწვევს ჩვენს დამეგობრობას ხელმიუწვდ ან ისტორიას წავშლით. 90-იანებიდან მოყოლებული რაც ვაკ ერთმანეთთან ის იმშავ დღეებს წაშლის და ამიტომ თქვი ეკონომიკა წარმოქმნის და წარმოშობს პოლიტიკას. ამიტომ ჩვენ ხელისუფლება ამ ჩემჩევას თუ ყურად მიიღებდა. ვიცი რომ თქვენს ტელევიზიას უყურებთ, ვინც უნდა უყუროს. მე არ ვსაუბრობ რომ ღარიბიზა კობახიძე უყურებს, მაგრამ ვინც უნდა უყუროს და ინფორმირება უნდა მიუტანოს. კი, უყურებს. ამიტომ ძალიან გთხოვთ რომ ერგეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის გაკეთება და შექმნა კიდევ ერთხელ გიმეორებთ რომ ეკონომიკურადაც ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვისაც უძლიერეს აი უფრო უკეთესი დიპლომატიური სვლა თქვენგან არ იქნება. ეს არის 5 საერთო გახსნათ რუსეთში და მოსკოვში. ერთი ერგეთის თავისუფალი ზონის გამოცხადება უფრო ძლიერი იქნება ვიდრე 5 საერთო გახსნა მოსკოვში. გეთანხმებით. ხალხთა შორის ურთიერთობა და ხალხთა შორის მეგობრობას უკვე დღევანდელ სამყაროში ის 90-იანი ბნელი არ იყო ინტერნეტი არ იყო ის რა თქმა უნდა უცებ აი ჩვენ როგორი მომენტი იყო ის 90-იან წლებში აი
ჩაკეტილ გალიაში რომ ჩიტები ყავს და ოთახში გამოუშვა, ხო? შუქი არ იყო, ის არ იყო, საჭმელი. სანამ კარს გაიგნებს ჩიტი 10-დან 9 მოკვდება და ერთი გავა იმ კარში, ხო? იმიტომ ასე დამოდიაროთ, ჩვენ მართლაც ღმერთთან დალოცული ქვეყანა ვართ და იმიტომ გადავჭირდა. ხო, გადავჭირდა. ამიტომ ჩემი მოწოდება ხელისუფლების მიმართ და გთხოვთ ვიცით რომ ამ ტელევიზიას უყურებთ, ვინც უნდა უყურებდეთ. ამიტომ ინფორმაციას არა, წინადადებით შემოვდივარ, ასე ვიტყვი, რჩევასაც არ ვარქვი, არაფერს, წინადადებით შემოვდივარ, რომ ერგენში გამოვაცხადოთ თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ეს იქნება დასაწყისი ჩვენი ძმები, ოსი ძმების გაერთიანების საფუძველი. ბატონო ჯუმბერ, ძალიან საინტერესო საუბარი ქონდათ, ძალიან საინტერესო გათვლები ქონდათ, ანალიზი ქონდათ. ეხლა მე კიდევ განმეორდები და რა თქვენ 2025 წელს ოქტომბერში აქ ჩემთან სტუდიაში გათვალეთ, ეს ყველაფერი დღეს მიმდინარეობს. ეს ორი ჩაინიშნეთ რომ მე ახლა მაგას ვამბობ. წლის ბოლომდე. მაგას ვამბობ. რკინიგზა გაიხსნება. დღევანდელი რიცხვი წლის ბოლომდე დიპლომატიური დღევანდელი რიცხვი დღეს მე აქ ჩავინიშნავ ბატონო ჯუმბერ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ძალიან სწორი გათვლები გაქვთ და აქედა გამომდინარე. და თქვენთან მაგ ერთი თხოვნა. დიახ. ეს ჩემი წინადადება ყოველ გადაცემაში ახსენეთ, მოუწოდეთ ხელისუფლებას ერგენში გაიხსნას თავისუფალი ეკონომიკური ზონა. თავისუფალი ეკონომიკური ზონა ეს ნიშნავს ატომურ ბომბს. რა თქმა უნდა. და წარმოგიდგენიათ 2 წლის შემდეგ ოსი ძმები ჩვენთან ერთად დავიწყებთ საქართველოს აღორძინებას. მადლობთ ბატონო ჯუმბერ სტუდიაში მომბრძანებისათვის, მადლობთ თქვენ. სწორი ანალიზისათვის და სწორი ხედვებისათვის. ვიფასო ტელემაყურებლებო, მართალი ბრძანდება ბატონო ჯუმბერი და მართალ და სწორ გათვლებს აკეთებს და სწორ ანალიზს აკეთებს. მეც ვეთანხმები ბატონო ჯუმბერს, ჩვენ ჯერ უნდა დავებინოთ ოსი და აფხაზი ხალხი და მისი ნათესაური კავშირები უნდა აღვადგინოთ და მეგობრული და მაგაცური კავშირები უნდა აღვადგინოთ და ამის შემდეგწევა სხვა დანარჩენების საუბარი. თორემ ბოდიში ერთი თხის გულიო 9 ძმა გაიგო. და ტერიტორია რა ჯანდაბად გვინდა. თუ ხალხი ისოსი ძმები თუ ჩვენი ძმებად არ აღდგა და ის სისხლის ყივილი თუ ჩვენი არ გაერთიან და ტერიტორია რა არის ახლა მიწა არის რა მიწა ასე რომ მე იმედი მაქვს და მე ვიცი რომ მე დარწმუნებული ვარ იმაში უკვე რომ ბატონი ჯუმბერის სიტყვები მართლაც მალე გაამართლებს და მოლოდინი გვაქვს იმისა რომ ამ შემოდგომაზე დიდი ცვლილებები იქნება რუსეთსა და საქართველოს შორის ეს კეთილდღეობის მაისიდან დაიწყება წლის ბოლოს დავთავრდება. ეს სასიკეთო ცვლილებები იქნება, ის რკინიგზა ძალიან მალე აღდგება და დავიწყებთ ჩვენ უკვე ერთმანეთის დაბრუნებას ოჯახებში. ეს ასე იქნება და ასე მოხდება და მე ახლა ამ ჭინგების და ამ ავადმყოფების და ამ სექტანტების ის არ ამან გადასაწყვეტი აქ საქართველოში რომ საქართველოს როგორი პოლიტიკა და როგორი ეკონომიკა უნდა აწარმოოს, გინდა არ გინდა, ჩვენ დღეს ამ რეალობაში ვართ და უნდა ვიყოთ მეზობელთან და უკანონმდებლობის კარგი მეგობრული ურთიერთობა. დიდი მადლობა რომ იყურეთ, კარგად ვზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.